საღამოშვიდობისა დღეს სამშაბათია და პირველი არხის ეთერში 23 საათზე პირველი თემა. ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული მხარის მიერ კონტროლირებად სოფლებში გადაადგილებისას საფრთხე არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებსა და ქართულ ჟურნალისტებს, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით მომუშავე დამკვირვებლებსაც ემუქრებათ. ეუთოს ორი დამკვირვებელი გათავისუფლებულია, თუმცა ოფიციალური თბილისი დარწმუნებულია, რომ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მიერ დაგეგმილი პროვოკაციების სერია მანამ გაგრძელდება, ვიდრე საქართველოს დეოკუპაცია არ დაიწყება. რა მექანიზმები აქვს ქართულ მხარეს დღევანდელი შემთხვევის მსგავსი ინციდენტები თავიდან აიცილოს და იქნებიან თუ არა უსაფრთხოების გარანტი საერთაშორისო პოლიციური ძალები. და კიდევ ერთი თემა, რა კითხვები აქვს ოპოზიციას პრეზიდენტთან, რომელიც პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით 12 თებერვალს წარსდგება. საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივა კონსტიტუციაში ცვლილებების მოთხოვნით. დღეს პირველი თემა წარმოგიდგენთ. გაიზიარებს თუ არა გაეროს მისია ეუთოს-ბეთს. უშიშროების საბჭო დახურულ რეჟიმში საქართველოში მისიის გაგრძელების საკითხს განიხილავს. რუსებმა იციან, რომ რასაც ითხოვენ ეს არარეალისტურია და რაც არ უნდა მოინდომოს რუსეთმა და რამდენი ვეტოც არ უნდა გამოიყენოს, არ იქნება შედეგის მომტანი. ამ ტექნიკური რეზოლუციით მოვიგოთ დრო იმისათვის, რომ გაეროში დაიწყოს მსჯელობა ყოვლის მომცველ ამომწურავ რეზოლუციაზე, რომელიც დასახავს გზებს, როგორ შეიძლება ამ რეგიონში იყოს საპოლიციო ან სამშვიდობო ოპერაცია. როგორ აფასებს ხელისუფლება კონფლიქტის ზონებში შექმნილ ვითარებას? პირველი თემის შეკითხვებს თემური იაკობაშვილი პასუხობს. დაესწრება თუ არა პრეზიდენტი საპარლამენტო დებატებს და რატომ ითხოვს უმცირესობა კონსტიტუციაში კიდევ ერთი შესწორების შეტანას? შემდგომ წლებში უკვე მომავალწელი იქნება როცა არ იქნება აი ამ ფორმატის დებატების ფორმატის უკვე დაკანონებულად კონსტიტუციაში გარანტირებულად წელიწადში ორჯერ წარიმართოს ეს მოსმენები. თუ პრეზიდენტი არ დათანხმდა ამას და უარი განაცხადა პარლამენტის აზრის მოსმენაზე, ძალიან ბუნებრივი და სამართლიანი იქნება ჩვენს უარი განვაცხადოთ მისი აზრის მოსმენაზე და უმცირესობა არასდროს არ დავდივართ არაჩქუაზე, ჩვენთან შევიკრიბებით და მიღწევა ჩვენთან მივიღოთ. რა თემების განხილვას მოითხოვს პარლამენტი მიხეილ სააკაშვილის გამოსვლისას. რამდენიმე წუთში ლევან მებხვაძე, პავლე კუბლაშვილი პირველი თემის სტუდიაში. პირველი თემა პირდაპირ ეთერშია. ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი გახლავთ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი უკვე ვიცე-პრემიერიც თემური იაკობაშვილი. საღამოშვიდობის ბატონო თემურ. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. თქვენ დღეს ახალი მთავრობის პირველ სხდომაზე პრემიერმა დაგასახელათ ვიცე-პრემიერად. გილოცავთ, რითი იზრდება ან იცვლება თქვენი უფლება-მოვალეობები? როგორც მე აღმოაჩინე, ხელფასი არ იზრდება, იმიტომ რომ ვამცირებთ, ხო? ჩვენთვის ცუდი ნიშანია. მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში რა თქმა უნდა ამას აქვს ის დატვირთვა, რომ ეს თემატიკა, რომელიც ჩემი უწყების დაქვემდებარებაში შედის, არის პრიორიტეტული, მას პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება. ეს არის როგორც ოკუპირებული ტერიტორიების საკითხები, ისე ეთნიკური უმცირესობების საკითხები, სამოქალაქო ერთიანობის საკითხები ქვეყანაში. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენ კოლეგებთან ერთად ამ საკითხების გადასაჭერად. ჩვენ არა ვართ მოსული იმისათვის ხელისუფლებაში, რომ დავაგროვოთ პრობლემები, არამედ იმისათვის, რომ გადავჭრათ ეს პრობლემები. ზოგი გამოგდის, ზოგი მაინც და მაინც არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ ვანებებთ თავს ბრძოლას. წარმატებებს გისურვებთ, რაც შეეხება დღეს განვითარებულ მოვლენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ოკუპირებული რეგიონების მახლობლად. ეუთოს ორი დამკვირვებლის დაკავება ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით. რას ნიშნავს ოფიციალური თბილისისთვის ის ფაქტი, რომ ორ დამკვირვებელს საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით მომუშავე საქართველოს ტერიტორიაზე აკავებენ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად სოფელში? ნიშნავს ერთი სიტყვა, ამისთვის ქართულად ქვია თავხედობა, სხვა ამას არაფერი არ ქვია. ეს არის თავხედობა განხორციელებული იმ ძალების მიერ, რომლებიც ვერ ხედავენ ვერანაირ შემაკავებელ ფაქტორებს. ქართული მხარეს რა თქმა უნდა ძალა შესწევს, რომ რეაგირება მოახდინოს, მაგრამ ჩვენ თავს ვიკავებთ იმის გამო, რომ ჩვენ არ დაგვბრალდეს ესე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დარღვევა, რომ ჩვენ არ დაგვბრალდეს რაღაც პროვოკაციები, ჩვენ ახლა არ ვიმყოფებით ისეთ სიტუაციაში, როდესაც თავიდან შეიძლება ავიცილოთ ფართომასშტაბიანი აგრესიის გამეორება, იმიტომ რომ ჩვენ ეს აგრესია ახლა გამოვიარეთ, ძალიან კარგად გვახსოვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ გავჩუმდებით და მხოლოდ საქართველოს ტელევიზიაში ვილაპარაკებთ ამ თემებზე. ეს თემები გახდება საერთაშორისო მსჯელობის საკითხი და საგანი უკვე არის გამხდარი. რა თქმა უნდა, არავის არ აქვს მოლოდინი, რომ ხვალე ვიღაც
გამოვა დაიტყვის რომ ეს რა საშინელებას აკეთებენ რუსები და მოდი ამისათვის დავსაჯოთ, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს აგურები გროვდება და კედელი შენდება, კედელი რომელიცაც რუსეთი აუცხოებს თავის ცივილიზებული სამყაროსგან და ამას აქვს თავისი პოლიტიკური ფასი, მე ვთქვი ერთხელ დღეს რომ ვეტოს და ყველგან ასეთ ქმედებებს აქვს პოლიტიკური ფასი. ბატონ თემურ, მსგავსი პროვოკაციები ხშირი იყო ამავე რეგიონში, ქართულ სოფლებში, მაშინაც ზაფხულის პერიოდში, რასაც შემდეგ მოყვა სამხედრო აგრესია. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ შესაძლოა ისევ იდგეს საფრთხე სამხედრო აგრესიის განმეორებისა? არ მგონია, მე თუ პარალელების გავლებაზეა საუბარი, მაშინ მე პარალელებს გავლებდი იმ დროს, როდესაც ქართული სახელმწიფო მხოლოდ ნომინალურად არსებობდა და ყველანაირი ჯურის ბანდფორმირებებს ჰქონდათ საშუალება, სადაც უნდა შესულიყო და ვიწოდოთ დაეწიოკებინათ. მე მინდა შევახსენო, თუ ისინი უცმენენ ამ გადაცემას და იმედია რომ მიაწვდენენ, რომ მე მგონი მათ უნდა ახსოვდეს, რომ ესეთი ქმედებები დაუჟელად არ დარჩენილა. არ დარჩენილა ერთი ადამიანი, რომელსაც ხელი ჰქონდა გასვლილი ქართველების სისხლში, ან ოსების სისხლში უსამართლოდ, რომელიც არ დაისაჯა ამა თუ იმ ფორმით. ან ციხეში ამოყო თავი, ან სხვა ფორმით. ამიტომ მე არავის არ ვემუქრებ, უბრალოდ ვიძახი, რომ სამართლიანობას ეს ქვეყანა აღადგენს და სამართლიანობის აღდგენა არ არის მარტო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ამის გარდა ის ხალხი, ვინცაც აქვს უმსგავსო და კრიმინალურ ქმედებებში ხელი გარეული, აუცილებლად დაისჯებიან. ისინი წარდგებიან სასამართლოს წინაშე და დაისჯებიან აუცილებლად. ბატონ თემურ, რაც შეეხება დღევანდელ მოვლენებს, გარდა ორი დამკვირვებლის დროებით რამდენიმე საათი დაკავებისა, დღეს შეაფერხეს ქართველი ჟურნალისტებიც, პირველი არხისა და ტელეკომპანია იმედის გადამღები ჯგუფის წევრები. თუ გავიხსენებთ რამდენიმე დღის წინანდელ შემთხვევას, ქართველი მსაჯი, რომელიც შემდგომ უკვე გაათავისუფლეს, აიყვანეს ცენტრალურ მაგისტრალზე სოფელ ორჯოსანთან. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ უსაფრთხოება საქართველოს მოქალაქეებისა არ არის დაცული იმ ტერიტორიებზე, რომელსაც აკონტროლებს ქართული ადმინისტრაცია? ისიც როგორ არის, საქართველოს უსაფრთხოება არ არის დაცული, სანამ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება შეიარაღებული ფორმირებები რუსეთის ფედერაციისა, რომლებიც ასევე პატრონობენ და აიარაღებენ ათასნაირი ჯურის ბანდფორმირებებს. ამდენად დაცულები, ბოლომდე დაცულები არც ერთი არ არის და არავინ არ არის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები განხორციელდება კიდევ ისეთი დონის და ზომის, როგორიც იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ არის უამრავი პროვოკაციები. ზოგი მიზანმიმართული, ზოგი, ასე ვთქვათ, უგნურობით გაკეთებული. თქვენ ხედავთ უკვე, რომ რუსეთი აღმოჩნდა საკმაოდ რთულ სიტუაციაში საერთაშორისო დონეზე. რუსეთის ტელევიზიას რო დაუჯერო, ყველაფერი კარგად აქვს, მაგრამ რო წაიკითხო ტექსტები, მიხვდები, რომ ეს რუსეთის ტელევიზია ისე ვიტყუება, როგორც ვიტყუებოდა ომის დროს, როგორც ვიტყუებდა ომამდე და ფაქტი არის ის, რომ რუსები ცდილობენ ახლა ვიღაცას გადააბრალონ და თქვან, რომ არა, მაინც და მაინც ქართველები არიან ცუდები და ახლა ჩვენ რო იქ შევედით, აი ჩვენ ცუდები ვართ, მაგრამ აი ხედავთ ისინი რა არაცივილურად იქცევიან. მაგრამ ეს ქმედებები, რომელსაც ახლა ადგილი გატაცებები არა მარტო ქართველებისა, უცხოელებისა აჩვენებს კარგად ვინ არის ცივილური და ვინ არ არის. ჩვენ თავს ვიკავებთ ქმედებებისაგან, ჩვენ არ გვინდა რომ არანაირი პროვოკაციის საფუძველი ჩვენი ქმედება გახდეს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არაფერი არ გვავიწყდება, ძალიან კარგად გვახსოვს ყველაფერი და როცა მოვა დრო, ყველა ასეთ ქმედებაში ჩარეული აგებს პასუხს. სანამ საერთაშორისო ორგანიზაციების როლზე და მათ ხელთ არსებულ რესურსებსა თუ მექანიზმებზე ვისაუბრებთ, თუმცა დავკონკრეტეთ რა მექანიზმი აქვს ქართულ მხარეს თავად საქართველოს ხელისუფლებას, რომ მსგავსი ქმედებები, მსგავსი პროვოკაციები იქნეს აღკვეთილი, ან თუნდაც არის თუ არა მექანიზმები, რომ მოხდეს მსგავსი ფაქტების პრევენცია? ნუ მოდით ახლა ვთქვათ პირდაპირ, ხო ლაპარაკია იმაზე, რომ ირღვევა კანონი და კანონს არღვევენ ბანდფორმირებები, ვინ უნდა გასცეს მათ პასუხი? პოლიციამ, ხო? ლაპარაკია პირველ რიგში საპოლიციო ძალებზე, რომლებსაც შესწევთ უნარი და ძალაც აქვს, რომ ეს ყველაფერი გააკეთონ. მაგრამ ჩვენ ახლა იმათ პროვოკაციების გამო ვერ ჩავაყენებთ ჩვენ პოლიციელებს საფრთხის ქვეშ, ხო? შეგახსენებთ, რომ მას მერე რა შეწყდა ცეცხლი, ოფიციალურად და ხელი მოაწერეს და ამ შემდეგ 11 პოლიციელი მოგვიკლეს. კი არ დაიღუპნენ ისინი მოკლეს მიზანმიმართულად სნაიპერული სნაიპერის თოფებით და ესეთ შეარაღებით. ეს არის მიზანმიმართული მკვლელობები, რომლებიც დააფიქსირეს კიდევაც საერთაშორისო დამკვირვებლებმა. ეხლა ემოციურად დამიჯერეთ, რომ ეს ძალიან მძიმეა, როდესაც გიკლავენ პოლიციას და შენ ხელფასში გაქვს შეკრული, რომ პასუხს ვერ სცემ. ძალიან მძიმეა და პირველ რიგში ეს არის ძალიან მძიმე თვითონ პოლიციისთვის და რა თქმა უნდა მთავრობის ნებისმიერი წევრისთვის, რომელიც
პრინციპში თავს პასუხისმგებლად გრძნობს ყოველი დაღუპული ადამიანის გამო საქართველოს ტერიტორიაზე. მით უმეტეს, როცა მას კლავენ უცხო ქვეყნის ბანდიტები. ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმები ასევე არის არა მარტო საპოლიციო, არამედ არის საერთაშორისო კანონმდებლობა, ეს არის ის რის გადაკეთებასაც ცდილობდნენ რუსები. მე მგონი ახლა მიხნევ რომ ეს არ გამოსდით და ეს პროცესი რომელიც დღეს მიდის სამწუხაროდ ისე სწრაფად არა და სამწუხაროდ ისე შედეგიანად არა როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მაინც მიდის. უნდა მიგვიყვანოს ამ პროცესმა იქამდე, რომ პრობლემა გადავჭრათ ერთხელ და სამუდამოდ და ეს პრობლემა არ გადაიჭრება ჩვენ თუ ბატონო, მაშინ ასე გავაგრძელოთ საუბარი, რამდენად ეფექტური მექანიზმი შეიძლება იყოს ქართული მხარის მოწოდება საერთაშორისო მისიების გააქტიურებაზე. ფაქტია, ამ ხნის განმავლობაში ვხედავთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა და მოწოდება მოსკოვის მისამართით შეასრულოს, თუნდაც აგვისტოში ხელმოწერილი 6 პუნქტიანი დოკუმენტი შედეგი ვერ გამოიღო. შედეგს ვერც გამოიღებდა, იმიტომ რომ რუსეთმა რომ შეასრულოს, ამისათვის რაღაც პირობები უნდა იყოს მის გარშემო, ხო? მოდით გულახდიდად თქვათ, თუ დღეს ჩვენ 11 პოლიციელი ყავს დაღუპული, რომ არ ყოფილიყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ან ჩვენ ჩავებმეოდით კიდევ ერთ ფართომასშტაბიან კონფლიქტში, სადაც დავკარგავდით გაცილებით მეტ ხალხს. რუსებს მე მგონი კარგად ხედავთ, რომ არ ანაღლებთ თავიანთი ჯარისკაცების არც ბედი, არც რაოდენობა, არც დაჭრილები, არც დაღუპულები. ეს გამოჩნდა ბოლო ომის დროსაც, როდესაც მათ 2000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს და მალავენ და იტყვებიან, რომ 60 თუ 70 მოკვდაო. მაგრამ აქ რაოდენობა რუსეთს არ ანახავს, ჩვენ გვანაღლებს ყოველი ჩვენი მოქალაქე. მაგრამ ამასთან ერთად თუ ჩვენ არ დავიცავდით თავს და ჩვენ არ ჩავერეოდით, მაშინ მოხდებოდა ის, რომ ისინი აი ესეთივე ბინძური მეთოდებით მოკლავდნენ არა 11, არამედ 111-ს. რაც ისე იგულისხმება იმას, რომ 111-ზე რა თქმა უნდა ხელისუფლება იძულებული იქნებოდა გადაედგა გარკვეული ნაბიჯები. ამიტომ ჩვენ ამ ეტაპზე უფრო პრევენციაზე ვმუშაობთ, ვიდრე გადაწყვეტაზე. არავინ არ არის ხელისუფლებაში ისეთი ბრიყვი და ისეთი გულუყვილო, რომ დაიჯეროს, რომ ხვალ და ზეგ შემოვლენ აქ ნატოს ჯარები ან რამე ესეთი მოხდება. უბრალოდ ჩვენი არსებული ძალებით ვცდილობთ მაქსიმალურად შევაკავოთ, ვიყენებთ დიპლომატიური მექანიზმებს იმისათვის, რომ შეკავება მოხდეს. და შემდეგ ეტაპზე, როცა ამის დრო მოვა, მე ვფიქრობ, რომ დიახაც იგივე ევროპელი დამკვირვებლები შევლენ კიდევაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მოუწევთ რუსებს მათი იქ შეშვება. მაგრამ რამდენიმე თვე ისინი ვერ შედიან. ხო, რამოდენიმე ვერ შევლენ, იმიტომ არც დოკუმენტი უკვე ხსენებული დოკუმენტი სრულდება და კრემლიც უფრო და უფრო დროთა განმავლობაში ცდილობს უფრო გაამყაროს თავისი ურთიერთობები სეპარატისტულ რეჟიმებთან. ის ცდილობს, მაგრამ არ გამოსცეს. ყოველ შემთხვევაში რუსეთის ცდილობებს, რომ ვინმეს ეღიარებინა მინაგზელთა ნიკარაგუამაც ბოლომდე არ აღიარა, დარჩნენ რუსები მარტო. ხამასმაც მე მგონი უარი თქვა. თუმცა სახელმწიფო რა თქმა უნდა არ არის. ამიტომ რუსების დღეს უკვე ხმამაღლა უთხრეს, რომ სამხედრო ბაზები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეს არის მიუღებელი. ანუ მათ ხმამაღლა უთხრეს, რომ მიუღებელია ამ ქვეყნების მიერ აღიარება რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების სახელმწიფოებად. მიუღებელია რუსული ბაზების განთავსება და ეს თქვეს არა მარტო ნატოს თქვან არა მარტო ნატომ და ამერიკის შეერთებულ შტატებმა. ძალიან კონკრეტული დემარში მოაწყეს ევროკავშირმა და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა. ამის შესახებ უკვე უთხრა რუსეთს ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ბაიდენის სახით, ვიცე-პრეზიდენტის სახით. მე ვფიქრობ, მიუნხენის კონფერენციაზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როდესაც რუსეთს წითელი ხაზები გაუვლეს და უთხრეს, რომ ჩვენ გვინდა თქვენთან ურთიერთობა, მაგრამ იცოდეთ, რომ აი ამების ფასად არა. აი ამების ფასი, რაც მიუთითეს, იყო მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, მისი ტერიტორიების დეოკუპაცია და ყოველგვარი სამხედრო ჯოჯოების თუ ჯარი თუ რა საერთოდ არ ვიცი რა ქვია ახლა. მაგრამ დღეს საქართველოს ხელისუფლებაშიც გაკეთდა განცხადება ბატონ თემურ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების საქართველოს მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერა აღარ უნდა დარჩეს მხოლოდ განცხადებების და მოწოდებების დონეზე. ისეთ რა მე ვისურვებდი, რომ განცხადებებისა და ორალური და მორალური დახმარების გარდა და ფინანსური დახმარების გარდა ყოფილიყო კიდე სხვა მექანიზმებიც, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები. ჩვენ არ უნდა გქონდეს რაღაც ილუზიები და არ უნდა ვეძებოთ, რომ გადამრჩენი რაღაც ხვალე უცებ გამოჩნდება ღრუბლებიდან. ეგეთი რამე არ მოხდება. ეს არის პროცესი, დიპლომატიური პროცესი უფრო ნელია და ძნელია, გარკვეული თვალსაზრისით, ვიდრე დაუშვათ სამხედრო გზით რაღაცების გადაწყვეტა. ჩვენ სამხედრო
გზით გადაწყვეტას არ ვაპირებთ, იმიტომ რომ თავიდანვე ვიძახდით, რომ ჩვენ საომარი არც აფხაზებთან და არც ოსებთან არ აგვაქვს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ომმა და ყველას დაანახვა, არა მარტო ჩვენ ვიცოდით, ხო, ეს ყველაფერი. ყველას დაანახვა და დღეს რომ მქონდა ევროპის კავშირის ელჩებთან ამაზე საუბარი, რომ კონფლიქტი არის ერთი. ეს არ არის კონფლიქტები საქართველოში. ეს არის კონფლიქტი ერთი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის შორის, სადაც საქართველოს ორ პროვინციაში ცხოვრები მოსახლეობის უმცირესობას, ვიმეორებ უმცირესობას, რომლებშიც პოპულარულია რაღაც სეპარატიზმის იდეა, რუსეთი იყენებს საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი მინდა ხაზი გავუსვა? იმიტომ რომ როცა ვლაპარაკობთ კონფლიქტის გადაწყვეტის გზებზე, აქამდე, აგვისტომდე, ჩვენ იძულებული ვიყავით გველაპარაკა საქართველოს შიგნით არსებულ კონფლიქტებზე. თუმცა ჩვენ ხმამაღლა ვყვიროდით ყველგან, ეს არ არის საქართველოს შიგნით არსებული კონფლიქტები. ეს არ არის სეპარატისტული კონფლიქტები, ეს არ არის ეთნიკური კონფლიქტები. ეს არის საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი. სამწუხაროდ ომი დაჭერდა ამ ყველაფერს და ხალხის დაღუპვა, რომ ყველა დანარჩენიც დაგთანხმდებოდა ჩვენ, რომ ეს არ იყო კონფლიქტები სეპარატიზმსა და იმასთან რა ქვია. სამწუხაროდ ომი დაგჭირდა. განაცხადეთ თქვენ ბატონ თემურ, უკვე მიმდინარეობს შეხვედრები, ჰაიდი ტალიამენი და მისი კომისიის, მისი ჯგუფის წევრები არიან ჩამოსული თბილისში. რასელის თბილისი, როგორი შეიძლება იყოს დასკვნა? ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან სრულად ითანამშრომლონ ამ კომისიასთან. როგორი შეიძლება იყოს დასკვნა, რომელსაც აპულში დადებს კომისია? შევხვდი ბატონ ჰაიდი ტალიამინისაც მოადგილესაც, რომელსაც ვიცნობთ კარგად იყო საქართველოში ელჩი, ასევე დელეგაციის წევრებს, ექსპერტებს. ჩვენი მოლოდინია, რომ დასკვნა იქნება სამართლიანი. ჩვენ არ აგვაქვს არაფერი დასამალი, ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენ სიმართლეში. და რამდენადაც შიშს აქვს დიდი თვალები, იმდენად ყუთყულის აქვს მოკლე ფეხები. სამართლიანი და ობიექტური ალბათ არ გამორიცხავს იმას, რომ შესაძლოა დასკვნა იყოს კრიტიკული და მკაცრი საქართველოს ხელისუფლების. მე არ მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ კრიტიკული და რაღაც შენიშვნებით ახსავსე დასკვნა რამენაირად დააზიანებს საქართველოს ხელისუფლებას, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყოველგვარი საერთაშორისო აუდიტისა და საერთაშორისო კომისიების გარდა ანგარიში ჩააბარა თავის პარლამენტს, სადაც პარლამენტმა მოусმინა პრეზიდენტიდან დაწყებული სამხედრო მეთაურებით დამთავრებული ყველას, ვინც ჩათვალა საჭიროდ და პირველ რიგში ჩვენ პასუხს ვაგებ და ვალდებულები ვართ საკუთარი მოსახლეობის წინაშე. მეორე, როგორც ნებისმიერი ცივილური ქვეყანა, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩავატარეთ შიდა აუდიტი, როგორც სამხედროებმა, ისე ჩვენმა უწყება, ისე სხვა უწყებებმა, რა მიმუშავა, რა არ იმუშავა. მაგრამ კომისიის წევრებიც ამბობდნენ, რომ იყო უამრავი ხარვეზი და კომისიის თავმჯდომარემ დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ჩვენთან ეთერში განაცხადა, რომ არსებობდა შესაძლებლობა ეს პროვოკაცია და ომი აეცილებინა ქვეყნის ხელისუფლებას. როგორ არსებობდა თუ მაგასაც გვეტყვიან, ძალიან მადლობელი ვიქნებით, მაგრამ მე არც მოუყევი კომისიის წევრებს და რაზეც ვილაპარაკეთ, რაღაც მე ესეთი შტაბეჭდილება არ დამჩა, რომ მათ დაინახეს როგორ აგოცილებინა თავიდან. ხო, ნუ არსებობდა თუ საქართველოს ექნებოდა სუპერ ანტისაჰაერო სისტემა, რა თქმა უნდა შესაძლებელი. ფოტოშორის კრისტოფერ ლანგტონი, რომელიც ადრე მსახურობდა საქართველოს გაერო სადამკვირვებლო მისიაში და დღეს არის ტალიამენთან ერთად ამ ჯგუფის წევრი, ომის შემდეგ გამოქვეყნებულ თავის სტატიაში წერს ასეთ რამეს, საქართველოს ოცნება დაიმსხვრა, მაგრამ ამაში ქვეყანამ მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დაიდანაშაულოს. ამ დრამის არც ერთ მონაწილეს არ შეუძლია ამ მტკიცოს, რომ მართალი საქართველოს არაპროპორციულად და არაშესაბამისად იმოქმედა და ახლა უარეს დღეში იმყოფება, ვიდრე აქამდე იყო. ესეც ხომ არ მიანიშნებს იმას, რომ საკმაოდ მკაცრი იქნება შეფასებები. მე გითხრათ, რომ ეს მიანიშნებს ერთ რამეს. დელეგაციაში არიან ხალხი, რომელთა ყოფნის საკითხს საქართველოს ხელისუფლება ძალიან სერიოზულად დააყენებს ჯგუფის ხელმძღვანელობის წინაშე. ამ კონკრეტულ პიროვნებასაც გულისხმობ. არ ამგულისხმობ ამ კონკრეტულ პიროვნებას, არ მინდა ახლა დაკონკრეტება, მაგრამ მათი საქმენი საგმირონი ჩვენთვის ცნობილია. რას გულისხმობთ? არ მინდა ახლა მე კონკრეტულ რაღაცებში შევიდე, მაგრამ გაზპრომის მიერ დაფინანსებული ექსპერტები ჩვენ არ გვჭირდება სიმართლის დასადგენად. ამაზე მეც უკაცრავად ვერ გეტყვით. ანუ არიან ახლაც წარმოდგენილ ჯგუფში ასეთი. კი ბატონო, ბატონ თემურ, რაც შეეხება დღეს თქვენს დღევანდელ ინიციატივას. ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი ინიციატივა, ამაზე კარგა ხანია ისმის საუბარი, რომ ჩადგნენ რეგიონში საერთაშორისო პოლიციური ძალები. ეს რამდენად იქნება უსაფრთხოების ერთგვარი გარანტი? ისეთ რა არის, მოდით ლოგიკას მივყვეთ, ხო? ჩვენთვის რა არის მნიშვნელოვანი? პირველი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ხალხი არ იხოცებოდეს. მეორე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დევნილებსა და მტოვლილებს მიეცეთ უსაფრთხოების გარანტიები დასაბრუნებლად.
იმიტომ რომ მათ ჩვენ ისე ხელაღებით ვერ გავუშვებთ საკუთარ სახლებში, რომლებიც დიდი ნაწილი სამწუხაროდ გადამწვარია, ფულიც რომ მივცეთ მათ სახლის ასაღებად და სამშენებლო მასალების და ტექნიკაც, თუ უსაფრთხოება არ იქნა უზრუნველყოფილი, როგორ უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი, ხო? ამდენად ჩვენთვის უსაფრთხოების მექანიზმები, რომლებიც მოიცავს საპოლიციო ძალებს, პირველ რიგში გამიზნულია იმისაკეთ, რომ შევწყვიტოთ ესე იგი ხალხის დახოცვა, გატაცება და ასეთი მსგავსებები. მეორე, დავაბრუნოთ დევნილები და ტოლვილები თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში და მათ აღადგინონ ნორმალური ცხოვრება იქ, სადაც მათ კანონით ეკუთვნით ცხოვრება და უფლება აქვთ რომ იცხოვრონ და შემდგომ უკვე ეს ყველაფერი მიგვიყავს რაღაც საბოლოო გადაწყვეტამდე, დეოკუპაციამდე, რა თქმა უნდა. ჩვენ რუსეთის ჯარებს საოკუპაციოს ვერ ჩავაბარებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ბედს და ვერავის ვერ დავაბრუნებთ საოკუპაციო ჯარების პირობებში. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იდეალურია, რომ ჩვენი პოლიცია შევიდეს, მაგრამ მოდი ახლა რეალისტები ვიყოთ, ხო? ამ ეტაპზე ჩვენი პოლიციის შესვლა გამოიწვევს იქ შეტაკებებს. ამდენად იდეალურია, რომ შევიდნენ საერთაშორისო საპოლიციო ძალები. არის ეს პანაცეა? არ არის პანაცეა, მაგრამ არის უკეთესი, ვიდრე შეიძლება იყოს. ამიტომ როცა რაღაცაზე ვფიქრობთ ხოლმე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ავწონოთ საპირწონე რა არის, თუ ეს არა, მაშინ რა. ამიტომ ძალიან ადვილია, რომ გალანძღო უცხოელი დამკვირვებლები და თქვა, რას აკეთებენ და არც არაფერს არ აკეთებენ და მაგათ ხო შიგნითაც არ უშვებენ. მაგრამ წარმოვიდგინოთ ჩვენ სიტუაცია, როდესაც საქართველოში არ იქნება არც ერთი უცხოელი დამკვირვებელი, სხვათა შორის რასაც ცდილობს რუსეთი, მაშინ ვიღა გააჩერებდა ამ რუსებს. ვინ გააჩერებდა მათ თავხედობას და ვინ გააჩერებდა მათ მიერ მოსახლეობის აბუჩად აგდებას, დანარჩენი მოსახლეობის. ეს იქნებოდა პერმანენტული ჩხუბი და კამათი, რუსეთს იმდენი თოფი და წამალი კი აქვს, რომ სულ პროვოკაციაში ამყოფოს ყველაფერი, მთელი საქართველო და მე მგონი არავისთვის უკვე საიდუმლო არ არის, რომ რუსეთი ყველანაირი ხერხებით ცდილობს ამას, ომი, ახლა მე აღარ მოვყვები, რომ ეკონომიკური ბლოკადა, სატრანსპორტო ბლოკადა, საჰაერო თუ რა ვიცი, ყველანაირი ბლოკადა ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენეს, თუ ბორჯომი წამლავთ. დაამატეთ ამას ომი და დაამატეთ, რომ დღემდე ეს ბრძოლა გრძელდება. საინფორმაციო ომი ცალკე. მინდა გაგახსენოთ, რომ საქართველოს წინააღმდეგ ერთი წუთი რუსეთმა გამოიყენა 6 სხვადასხვა საშუალება ომის საწარმოებლად. ეს იყო სახმელეთო ჯარები, ეს იყო საჰაერო ძალები, ეს იყო საზღვაო ძალები, ეს იყო სარაკეტო ძალები, ეს იყო საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ და კიბერშეტევა ქართულ ვებგვერდებზე, ყველა ვებგვერდზე, არა მარტო სამთავრობოზე, იყო კიბერშეტევები, თუ მაინც და მაინც რა თქმა უნდა ეს გასართობი არ იყო. 6 სხვადასხვა მეთოდი გამოიყენა. თქვენ გონიათ თავი გაანება? დღემდე გრძელდება ეს ყველაფერი, თუ რაკეტებს არ გვესვრიან, იცით ახლა ჯავახეთში დაპატიმრებული ხალხის შესახებ, ამაზე იყო თელი ამბავი ატეხილი და უნდათ რომ რაღაც გამოიყვანონ გმირებად. რა გმირები არიან, ეს ყველაფერი მალე გამოჩნდება. და ასევე გრძელდება მოსკოვის მხრიდან მცდელობა, აღარ ფუნქციონირებდეს, აღარ გაგრძელდეს საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების მისიები. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ეუთოს მისიის მანდატის არსებული ფორმით გაგრძელება დაბლოკა, მოსკოვი გამოდის ინიციატივით მისიის მანდატი და სახელწოდება განისაზღვროს აგვისტოს ომის შედეგების მიხედვით. კერძოდ, შექმნეს 2 დამოუკიდებელი მისია საქართველოში და სამხრეთ ოსეთში. რას ნიშნავს ეს განცხადებები და რა შეიძლება დაუპირისპიროს ამას? ქართულმა მხარემ. ქართულმა მხარემ შეიძლება დაუპირისპიროს ამას მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო კანონმდებლობა, პირველ რიგში რა თქმა უნდა, და მე მგონი ეს არის აბსოლუტურად საკმარისი. ის რომ არავის არ უღიარებია მსოფლიოში ეს რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არის ფაქტი და როგორც მე ვუყურებ, არავინ არ აპირებს ნუ ძალიან ესეთი ექსტრავაგანტური გამონაკლისების გარდა რუსების თავხედობაზე და რუსეთის მცდელობაზე, რომ ევროპის საზღვრები გადააკეთოს როგორც უნდა ძალით, თვალის დახუჭვას. და რამდენად არსებობს ასეთივე მექანიზმი იმისათვის, რომ გაეროს მისიის მანდატის გაგრძელებაც არ დაიბლოკოს? მე ვფიქრობ, რომ გაეროს მისიის მანდატის დაბლოკვას რუსეთი აუცილებლად შეეცდება. იმიტომ რომ აყენებს აპრიორი ისეთ პირობებს, რომ იცის, რომ ეს მე არის მიუღებელი. და ჩვენ ცოტა ფართეთ უნდა შევხედოთ, რასთან გვაქვს საქმე. მე ვფიქრობ, რომ ეუთოს მისიის დაბლოკვა ეს არ იყო უბრალოდ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. რუსეთი გადაიქცა რევიზიონისტურ ძალად, ყოველ შემთხვევაში პუტინს ასე გონია და ცდილობენ, როგორც ყველა რევიზიონისტული ძალა, ცდილობს არსებული წესრიგის დარღვევას. თქვენ გახსოვთ, იყო ასეთი ახალი ინიციატივა მედვედევისა ევროპის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ.
რომელიც თლად თუ არ დასცინეს, ყოველ შემთხვევაში სერიოზულად არავინ არ აღიქვა, ყოველ შემთხვევაში ვერ გაიგეს რა უნდა დამრუსებს, იმიტომ რომ ლაპარაკობენ ახალ უსაფრთხოებაზე და მეორე მხარეს ლაპარაკობენ საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიაზე რაღაც ბაზების გახსნაზე. ეს ერთმანეთთან მაინც და მაინც ვერ მეგობრობს და საღაზთან მით უმეტეს ვერ მეგობრობს. ლაპარაკობენ რაღაც რუსეთის ინტერესების და სფეროებზე და ასე შემდეგ, რომელსაც ძალიან კონკრეტული პასუხი მიიღეს ბაიდენისაგან, რომ არ აპირებს ამერიკის შეერთებული შტატები ცნოს ვინმეს რაღაც ექსკლუზიური ინტერესები სამეზობლოში. საერთოდ ეგეთი. აზების განთავსების ინიციატივასაც მოყვა საკმაოდ მწვავე კრიტიკა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლებას არც აქამდე ჰქონდა დეტალური ინფორმაცია თუ რა ხდებოდა გუდაუთის ბაზაზე და ახლა მით უმეტეს ძალიან რთულია ამ ინფორმაციის მიღება. დეტალური ინფორმაცია ვისაც საჭირო იმას აქვს და არა მარტო საქართველოში. ამიტომ რუსეთის მცდელობები ახლა ეს რაღაცნაირად წარმოაჩინოს ახალ იდეებად და ახალ წინადადებებად ცოტა არ იყოს ასაცილოა, მაგრამ მივესალმებით იმას, რომ ისინი ცდილობენ გულახდილად და ხმამაღლად თქვან თავიანთი სისულელეები, რასაც აპირებენ და რასაც აკეთებენ. იცით რა არის, ცოტა დროში გაჭიმულად თუ შევხედავთ, ბევრი ადგილები მინახია, სადაც რუსები შესულან და დაუკავებიათ და მე მინახე როგორც წასულან იქიდან. აი როგორც შემოვიდნენ საქართველოში, ისევე წავლენ საქართველოდან. და ჯობია გაიყოლიონ თან ყველა თავისი ეს ბანდფორმიროვნები, რომლებიც აწიოკებდნენ ჩვენ ხალხს, ან დღემდე აწიოკებენ, იტაცებენ მათ შორის უცხოელებსაც, იმიტომ რომ მათ კანონის თელი სიმკაცრით დაიჭირს ქართული სახელმწიფო. მე არავის არ ვემუქრები და არ ვბაგიფუქობ. უბრალოდ ისტორია წაიკითხონ. და ვისაც ისტორიის წაკითხვა არ უნდა, გადახედოს რა ხდება დღეს რუსეთის ფედერაციაში. რუსეთმა რომელმაც დაიწყო ომი მაგ პერიოდისათვის, მე ფიქრობ რომ მათ გადაწყვეტილება სადღაც მაისში მიიღეს. ნატოს ფასი იყო $157, ეხლა არის $47. რუსეთის ბირჟა იყო რაღაც ისტორიულ მაქსიმუმზე, ეხლა არის 80%-ით დაბლა. რუბლი ღირდა 23, დოლარი ღირდა 23 რუბლი, ეხლა ღირს 36. ინფლაცია გაჭენებული, უმუშევრობა ეზდებათ, მოსახლეობა უმცირდებათ, ჩრდილოეთ კავკასია უთერთდება. არც სხვა ქვეყნებში და არც საქართველოში არ არის სახალხო. შედარებით არის ყველაფერი, ხო? როდესაც ამხელა შემოსავლის ძირითადი წყალო ნავთობი $100-ით, ანუ 2/3-ით გაიაფთება და ბიუჯეტი გაგდათვლილი $92-ზე და მე მოგიწევს რომ გადააკეთო 41-ზე, ეს გაცილებით უფრო სერიოზული დარტყმაა ვიდრე სხვა ქვეყნების. სხვა ქვეყნების ბიუჯეტი თქვენ განაცხადეთ რომ იყოთ რეალისტები, მაგრამ თქვენს განცხადებებში ოპტიმიზმის ნიშნები უფრო იკვეთება. არა, ოპტიმისტი არის კარგად ინფორმირებული რეალისტი. კი ბატონო, და ბოლოს შეკითხვა, ისევ დავუბრუნდები გაეროს მისიას და მანდატის გაგრძელება არ გაგრძელების საკითხს აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამდენად მისაღებია თბილისისათვის გაეროს გენერალური მდივნის მიერ გამოთქმული ინიციატივები. ამ ინიციატივებში არის ძალიან ბევრი საინტერესო მომენტი, რომელსაც რა თქმა უნდა ჩვენ მივესალმებით. ამ ყველაფრის რეალიზაციისთვის ჩვენთვის თავარია რომ ვინ განახორციელებს ამ ყველაფერს. ოსა ლაპარაკია უსაფრთხოებაზე, ვინ უნდა განახორციელოს ეს უსაფრთხოება. ჩვენ ვერანაირად ვერ დავეთანხმებით ამ ყველაფერში რუსეთის მონაწილეობას და მინდა გითხრათ რომ არის ესეთი მოსაზრებაც რომ რუსები ამ პატარა და დიდი პროვოკაციებით ცდილობს რომ ჩვენ რაღაც დროებით გარიგებაზე წავიდეთ, ეგრეთ წოდებული ახალი ბუფერული ზონები შევქმნათ და ამ ახალ ბუფერულ ზონებში მოგვიწევს რუსების რაღაცა ფორმით ლეგიტიმაცია, ხო? მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამას არ ვაპირებთ. არ ვაპირებთ რუსეთის ლეგიტიმაციას არანაირი ფორმით. დღეს რუსეთს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს, იურიდიული საფუძველი არ აქვს იყოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. არ აქვს, ეს არის საოკუპაციო ძალები და საოკუპაციო ჯარები, რომლებიც უნდა წავიდნენ. ადრე თუ გვიან ისინი წავლენ. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ეს მოხდეს ადრე. ძალიან დიდი მადლობა, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლდათ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემური იაკობაშვილი. ჩვენ კი განვაგრძობთ გადაცემას. საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტთან დებატებს და ამ მიზნით კონსტიტუციაში შესწორების შეტანას ითხოვს. მიხეილ სააკაშვილი წლიური მოხსენებით საკანონმდებლო ორგანოს წინაშე 12 თებერვალს უნდა წარსდგეს. რა კითხვები აქვს საპარლამენტო ოპოზიციას ქვეყნის პირველ პირთან და მოაწერს თუ არა ხელს მათ ინიციატივას უმრავლესობა. დაგვალოდეთ რამდენიმე წუთში პირველი თემის სტუმრები დეპუტატები ლევან მებხვაძე და პავლე კუბლაშვილი იქნებიან.
პირველი თემა კვლავ პირდაპირ ეთერშია ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ვიცე-სპიკერი უმცირესობის წევრი ლევან ვეფხვაძე და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი. საღამომშვიდობის ბატონებო. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. დღეს სესია დაიწყო საკმაოდ ხმაურიანი განცხადებებით, თუ არ იქნება გადაჭარბებული ასეთი შეფასება, უმცირესობის წევრებს გაქვთ ინიციატივა, ბატონ ლევან, თქვენ პირადად მოუწოდეთ დღეს უმრავლესობას მხარი დაუჭირონ თქვენს იდეას შევიდეს კონსტიტუციაში შესწორება, რატომ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი უმცირესობისთვის პრეზიდენტის ანგარიშო გამოსვლას თან ახლდეს დებატები. ის რა არის, ეს იდეა თვითონ გაჩნდა, მე ისტორიას გეტყვით, პარასკევი დღე იყო, როცა მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა პირდაპირ ეთერი მოსახლეობასთან თუ გახსოვთ ყველას და ჩვენ ძალიან გაგვახსენა აი ამ პირდაპირმა ეთერმა უგო ჩავესის ცნობილი გადაცემა ალო პრეზიდენტი გისმენთ და მაშინ მეორე დღესვე შაბათსო ჩავატარეთ ბრიფინგი და ვთქვით რომ თუკი ქვეყანას აქვს განვითარების ორი გზა ერთი ვენესუელიზაციისა და მეორე დემოკრატიის ოპოზიციის ნაწილი პუტინს ადარებდა თქვენ ამ შემთხვევაში ორიგინალური ხართ უფრო ხო არა მე პირდაპირ ის გამახსენდა ის გადაცემა გამახსენდა და იმიტომ ვთქვი ჩვენ შეთავაზეთ ამ ორი გზიდან აირჩიოს ქვეყანამ ანუ ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყანას ამ ეტაპზე მართავს, ამ ორი გზიდან ერთ-ერთი. თუ მას უნდა დემოკრატიული განვითარების გზა, მაშინ პოლიტიკური ცენტრი არის პარლამენტი და პარლამენტში დებატები უნდა იყოს და მან არა მარტო მოსახლეობის კითხვებზე უნდა გასცეს პასუხები და მონოლოგის რეჟიმში საუბრობს, არამედ ორმხრივი ასე ვთქვათ, გამოსვლების, ორმხრივი კონკურენციის პოლიტიკური პროგრამების წარდგენის რეჟიმში უნდა იმუშაოს პარლამენტში, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში კონკურენცია მიდის მართლ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის და ეს ადგილი არის სწორედ პარლამენტი. მეორე დღესვე ჩვენ ეს გავახმოვანეთ, შემდგომ პროცედურულად ჩვენ დავარიგეთ პარლამენტის წევრებს, სამწუხაროდ უმრავლესობიდან არ შემოგვიხმიან არავინ, იმიტომ რომ ინიცირება ამ საკონსტიტუციო ცვლილების არის შემდეგი ფორმით, რომ ნახევარზე მეტი პარლამენტის წევრებისა უნდა იყოს მხარდამჭერი, ანუ ხელმომწერი ამ ინიცირებისა და მერე ხდება და შინაარსი ამ საკონსტიტუციო ცვლილების არის ძალიან მარტივი, რომ უკვე მოდიოდეს არა წელიწადში ერთხელ, არამედ დავაკანონოთ, რომ მოდიოდეს წელიწადში ორჯერ საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიის დასაწყისში, იმიტომ რომ პოლიტიკური პროცესები ისე ვითარდება, რომ ასე ვთქვათ, ორ სეზონს, პოლიტიკურ სეზონს საგაზაფხულო და საშემოდგომო ასევე პრობლემებს თავისი ესე სპეციფიკა აქვს და ამ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გზნობდეთ, რომ ხელისუფლება ფლობს სიტუაციას ქვეყანაში, ან ჩვენ მიუთითებდეს მას, რა პრობლემები აქვს ოპოზიციამ, უნდა მიუთითოს და შესაბამისად, თუ კი გამოვა პრეზიდენტი, უკვე ის დაესწროს დებატებს, რომელიც უკვე მისი გამოსვლის შემდეგ იქნება სხვადასხვა დარბაზში და წამოჭრილ ყველა კითხვას, ყველა პრობლემას პრეზიდენტის პირდაპირ ეთერში გამოსვლის შემდეგ თქვენ ჩვენს გადაცემაში არაერთხელ ისაუბრეთ უმრავლესობის წევრთან ერთად და მათი პასუხიც არაერთხელ მოგვისმენია, რომ რეგლამენტი ამას არ ითვალისწინებს და არ არის ამის აუცილებლობა, რადგანაც პრეზიდენტი რეგლამენტი თან აუცილებლად ბატონ პავლე. ერთ ფრაზას ვიტყვი ბატონ პალიკო, აი მე არის პალიკო ბატონ პალიკოსგან ეს არ მომისმენია, იმიტომ რომ არა ბატონ იურისტია ბატონ პალიკო და იცის რომ რაც არ არის კანონით აკრძალული, ის ნებადართულია და კანონით რეგლამენტი ჩვენთან არ არის აკრძალული, არსად არ წერია რომ პრეზიდენტი არ ესწრება ამ დებატებს. იქ წერია რომ არის 2 საათიანი შესვენება და მე გრძელდება დებატების რეჟიმში, მაგრამ იქ არ წერია რომ პრეზიდენტი მიდის, მოდის. მაგრამ იყო არგუმენტები რომ პრეზიდენტი თანამშრომლობდა ანტიკრიზისულ საბჭოსთან და მან ღიად ჩვენება მისცა დროებით კომისიასაც. ბატონ პავლე, თქვენ პირადად ხართ თუ არა მზად მოვაწეროთ ხელი ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივას? მე ცოტა შორიდან დავიწყებ. ბატონ ლევანის ნათქვამს გამოვეხმაურები, პირველ რიგში მე ძალიან გამიკვირდა, რომ ბატონ ლევანს გაახსენდა უგო ჩავესის რაღაც სატელეფონო მიმართვებით თუ ასე შემდეგ, ზუსტად ვერ გავიგე, მაგრამ თავარი მე ძალიან წუხარ თუ ბატონ ვიტყვი ბატონ უგო ჩავესის გადის ძალიან საინტერესოა, უბრალოდ მე ძალიან მაინტერესებს, რამდენად არის შესაძლებლობა ვენესუელაში ან თუნდაც რომელიმე სხვა ქვეყანაში ყველა მწვავე კითხვაზე პირდაპირ ეთერში პრეზიდენტი იძლეოდეს პასუხებს. ყველა მწვავე კითხვაზე. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ რომელიმე კითხვას გაურბის საქართველოს პრეზიდენტი. როდესაც ბოლო 6 თვის განმავლობაში ფაქტიურად რამოდენიმე საათიანი პროცესი იყო, როდესაც პრეზიდენტი პასუხობდა კითხვებს, იყო ეს პარლამენტშიც, როდესაც იმ კომისიაში, სადაც ბატონ ლევანი უწანდებოდა 5 საათის განმავლობაში. ყველა მწვავე კითხვა იყო დასმული და ბატონ ლევანი იმედი ამაში მაინც დამეთანხმება, რომ იქ არავინ არ ამაზე ლაპარაკი. ანუ ამაზე პრეზიდენტი ეხლა რა პრობლემაა, ამაზე ლაპარაკის ყველაზე გერაფერზე. ანუ პრეზიდენტი ძალიან მარტივი პრეცედენტი შექმნით და ამაზე ლაპარაკი თუ ერთხელ თქვენ შექმნით პრეცედენტი მეორეჯერ რა პრობლემაა რომ იგივე გავიმეოროთ. გასაგებია. მე არ ვსაუბრობ, ჯერ ხარც უსვამ იმას, რომ თქვენი შედარებები იყო პრინციპულად ცდარი და არასწორი. ამაზე არა, მე მგონი საზოგადოება შეაფასებს, რას ნიშნავს პრეზიდენტის მიერ
ღია ეთერში ყველა მწვავე კითხვაზე პასუხის გაცემა და საზოგადოება ამას აფიქსირებს, ამას უყურებს. და ის რომ ბატონ ლევან სურს რომ უფრო მნიშვნელოვნად წარმოაჩინოს ის თუ თვითონ როგორ დასვამს კითხვას პრეზიდენტის წინაშე, მე მგონი არასერიოზულიც კი არის, იმიტომ რომ თავარია რომ კითხვები ისმებოდეს კონკრეტული იდეები ჩვენი შეხედულებები წარმოაჩინოთ ბატონო პალიკო და ამ შემთხვევაში პოლიტიკური კონკურენცია სწორედ ეს არის. მოდი გაწყვეტინებთ. უბრალოდ მე არ გაგაწყვეტინებთ ბატონო და თუ შეიძლება დავასრულებ ჩემ ასაცს. ანუ მე უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ამ შემთხვევაში ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს რომ საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხოს ყველა მწვავე კითხვას, რომელიც მოდის საზოგადოებიდან. არ აქვს მნიშვნელობა რომელმა პოლიტიკურმა პარტიამ გაახმოვანა ესა თუ ის საკითხი, რომელი პოლიტიკური პარტია მიიჩნევს თავის ნიშად ამა თუ იმ თემის წამოწევას. თავარია რომ საზოგადოებაში კითხვები იბადება და ამ კითხვებზე პასუხი არსებობს. საზოგადოების არჩეულია ეს პარლამენტით. და რა თქმა უნდა და პარლამენტში განხილვის საკითხს დაუბრუნდები ახლა. ამ კითხვებზე პასუხის საშუალება იყო იმ კომისიაში, სადაც ბატონი ლევანი იბრძანდებოდა პრეზიდენტის იმ მიმართვიდან, რომელსაც მართლაც საზოგადოების კითხვებით ადგენდნენ. არა მხოლოდ საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ. მაგრამ ეს კომისია სწავლობდა აგვისტოს ომის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებს ბატონ პავლე. ეს იყო ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო დამეთანხმებით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ საკითხში არც ერთი კითხვა არ დაჩენილიყო პასუხი გაუცემელი და მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებამ ყველა ამ კითხვაზე პასუხი მიიღო. ეხლა დავუბრუნდეთ ჩვენ თემას. რასაც ქვია პრეზიდენტის მობრძანება პარლამენტში და მისი გამოსვლა ყოველწლიური. მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრინციპულ პრობლემას იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტმა მოისმინოს თუნდაც დარბაზში ბატონ ლევანის ან მისი კოლეგების გამოსვლები. თუმცა პროცედურა ამას მართლაც არ ითვალისწინებს. მაგრამ ამასთან დაკავშირებით შეიძლება რაღაც კონსენსუსს მივახციოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება ხვალ დრო იმისათვის, რომ შევაჯეროთ ჩვენი პოზიციები, ვნახოთ რამდენად შეიძლება რომ ფორმატზე შევთანხმდეთ და არ მგონია რომ შეთანხმების შემთხვევაში იყოს რაიმე პრობლემა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის სახელით მიმართოს პრეზიდენტს და თხოვოს, რომ ფორმატთან დაკავშირებით იყოს ის გადაწყვეტილება მიღებული, რომელზეც შევჯერდებით ყველანი ერთად. დათანხმდება პრეზიდენტი. ვერ გეტყვით, ეს არის პირველ რიგში ხვალინდელ დღეზე დამოკიდებული და პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვაზე და ამის შემდეგ პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას. მაგრამ ერთი რამე მინდა ვთქვა. მიუხედავად იმისა, პრეზიდენტი იქნება თუ არა დარბაზში, ყველა კითხვაზე, რომელიც ექნება ბატონ ლევანს ან მის კოლეგებს, პასუხი იქნება გაცემული. ჩვენი გუნდის წევრები გაცემენ ყველა მათ კითხვას პასუხს, უპასუხებენ ყველა მათ კომენტარს, ყველა მათ რეპლიკას, ამიტომ ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პარლამენტში დებატები გაიმართება და გაიმართება ყველა შემთხვევაში. და ის რომ პრეზიდენტი დაესწრება თუ არა ამ პროცესს უშუალოდ პარლამენტის ხდომათა დარბაზში, ამაზე შეიძლება კიდევ ვიდეოთ ვიკამათოთ და ხვალ კიდე შეიძლება შევაჯეროთ. თქვენთვის არ იყოს პრინციპულად მნიშვნელოვანი, მაგრამ შესაძლოა პრინციპულად მნიშვნელოვანი იყოს თქვენი პოლიტიკური ოპონენტებისთვის. მე გკითხეთ, თქვენ პირადად თქვენი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე მოაწერთ თუ არა ხელს შემოთავაზებულ ინიციატივას? ბატონმა ლევანმა შემოგთავაზა კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი, რამდენადაც მე ვიცი. მე არ ამგონია, რომ კონსტიტუციით უნდა რეგულირდებოდეს თუ რამდენად ესწრება პრეზიდენტი ხდომათა დარბაზში მისი გამოსვლის შემდეგ გამართულ დებატებს. ეს არ არის ის საკითხი, რომელიც რეგულირდება რამდენჯერ მოდის. ხო, რამდენჯერ მოდის, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. მე არ ვიცი, რომელი ქვეყნის პრეცედენტია, სადაც პრეზიდენტს რამოდენიმე გამოსვლა აქვს წლის განმავლობაში პარლამენტში. როგორც წესი, ეს არის ყოველწლიური მიმართვა პარლამენტისადმი და ყველა ქვეყნის კონსტიტუციაში დაახლოებით ესე არის, თუ არ ვცდები. რაც შეეხება იმას, თუ რამდენჯერ უნდა მოვიდეს პრეზიდენტი პარლამენტში, ეს რაოდენობა არის პოლიტიკურ ნებასთან დაკავშირებული. თუ პრეზიდენტის პოლიტიკური ნება თქვენ იზიარებთ თუ არა შემოთავაზებას ბატონ პავლე? არა, იმ შემოთავაზებას რომ ჩაიწეროს, რომ ყოველ სესიაზე პრეზიდენტი სავალდებულოდ მოდის პარლამენტში ანგარიშის გასაკეთებლად, ამას არ ვიზიარებ, იმიტომ რომ არც ერთი ქვეყნის გამოცდილება ამას არ ითვალისწინებს. რაც შეეხება იმას, თუ როდის და როგორ შეიძლება პრეზიდენტს მიმართოს პარლამენტს საკანონმდებლო ორგანოს, ამის შესაძლებლობა პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში არსებობს ყოველთვის. შესაბამისად, ჩვენ არანაირ შეზღუდვა ამასთან დაკავშირებით არ გვექნება. თუ იქნება პოლიტიკური საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის, რომელიც უკავშირდება დასაქმების საკითხებს, ეკონომიკის საკითხებს, სოციალური დახმარების საკითხებს, რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ყველაზე მეტად აღელვებს ჩვენ საზოგადოებას. პრეზიდენტი იქნება ყოველთვის პარლამენტთან ამ საკითხების პირველი, ასე ვთქვათ, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ წელიწადში ორჯერ საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიის დაწყებისას წარდგეს პრეზიდენტი ანგარიში? ქვეყანაში არსებული მდგომარეობა იცვლება, ასე ვთქვათ, ანუ განსხვავებულია საგაზაფხულო სესიაზე, საშემოდგომო სესიაზე. როგორც ყოველთვის, რო ავიღოთ სტატისტიკა,
და ისტორიას რო გადავხედოთ ჩვენი ასე თქვათ განვითარების, ყოველთვის იყო ეს პოლიტიკური დუღილი იყო გაზაფხულზე და შემოდგომაზე და ამ დუღილს თავის სპეციფიკები ქონა. ამიტომ მიგოჩნია რომ გაზაფხულზე უნდა მოვიდეს პრეზიდენტი და თავისი თქვათ ხედვა წარმოადგინოს და ასევე შემოდგომაზე პოლიტიკური სეზონის დაწყების წინ მოვიდეს და თავის ხედვა წარმოადგინოს. იმიტომ რომ პრობლემები არის ეკონომიკაში და ეს პრობლემები თვიდან თვემდე იცვლება და ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ რას რომ ის გეგმა რომელიც მთავრობამ წარმოადგინა არის აბსოლუტურად არაადეკვატური იმ რეალობის რომელიც დღეს ჩვენთან არის შექმნილი. ჩვენ მიგვაჩნია რომ შემოდგომაზე აუცილებლობა იქნება რომ კიდევ ერთხელ მოვიდნენ მე როგორც სხვა შორის ეხლა ბატონმა გილაურმა აღმოაჩინა რომ თურმე ამდენი მილიონი ზედმეტწერია ბიუჯეტში და თავის ფინანსთა მინისტრობის დროს როცა მან წარმოადგინა ბიუჯეტი და ჩვენ ვთხარით რომ გადახედეთ ამ ხარჯებს და გვითხრეს რომ არა ყველაფერი კარგად არის ასევე იქნება აგერ მე აგერ თქვენ და აგერ ბატონი პალიკო მობრძანდება მთავრობა და შემოდგომაზე გვეტყვის რომ იცი რა ეს გეგმა არის კორექტირება შესატანი იმიტომ რომ ყოფილა თურმე პრობლემა არა მხოლოდ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იმიტომ რომ 10,000-ობით ადამიანი კარგავს სამუშაოზე თურმე მათაც უნდა მივხედოთ თურმე სანამ პრეზიდენტის გამოსვლას ამ თემას განვავრცობ ბატონ პავლე თურმე რაღაცა პრობლემა ყოფილა რაღაც კონკრეტულ სექტორში რომელსაც დღეს მაგალითად გავაგონდი ბატონი ბობოხიძე უმრავლესობიდან გამოვიდა მე ბატონმა რატი საფურაშვილმა გაიმეორა ეს ფრაზა სხვათა შორის მაესტროზე მათ თქვეს რომ ხალხო თქვენ რას გვეუბნებით ახლა ჩვენ ეკონომიკაში ჩავერიოთ თან გვეუბნებით რატო ერევითო თან გვეუბნებით რატო არ ერევითო ახლა ყველაზე ლიბერალური ეკონომიკის მქონე ქვეყანა არის ამერიკის შეერთებული შტატები დაახლოებით 700 მილიარდზე იყო ლაპარაკი ბუშის დროს და ნახევარი გამოყვეს ეხლა იმ 350 მილიარდის გარდა დამატებით 840 მილიარდზეა ლაპარაკი გამოყოფაზე ამ შემთხვევაში საუბარია ბანკებში პირდაპირ თქვა თანხები ბრიტანეთში პირდაპირ იყიდეს წილები ბანკების ლიკვიდობა შეიძლება დაუბრუნდებით ისევ თქვენს ინიციატივას გეტყვით მე ვერ გეტყვით რომ ეს ქვეყნები არ არის საბაზრო ეკონომიკის ქვეყნები მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ რომ მთავრობის მიდგომა იქნება აღმოჩნდება რომ არაადეკვატურია და თვითონ აღიარებს მთავრობა ძალიან მალე სხვათა შორის იმიტომ რომ არ ითვალისწინებენ იმას რომ ჩვენ ვურჩევთ და ვეუბნებით რომ ესე ხალხი რომ არ შეიძლება ბატონ პავლე ოპოზიცია რამდენიმე გასულ კვირას ეთერში გასულ გადაცემაში ამბობდა იმასაც რომ ისინი არიზიარებდნენ თავიდან ხელისუფლების ინიციატივა შექმნილიყო კიდევ ორი ახალი სამინისტრო რადგანაც ეს გაზრდიდა ხარჯებს ამ ფონზე როდესაც იქნება ორი ახალი უწყება და შემდეგ მთავრობის დამტკიცების შემდეგ პრემიერი გამოდის ინიციატივით რომ შემცირდეს ხარჯები რას ნიშნავს მოდით ესე ვთქვათ, პირველ რიგში ამ ორი ახალი სამინისტროს შექმნა არ უკავშირდებოდა დამატებით მნიშვნელოვანი ხარჯების გაწევას, იმიტომ რომ რეალურად ეს სტრუქტურები, რომლებიც ცალკე სამინისტროებად ჩამოყალიბდნენ, უკვე არსებობდა, შესაბამისად, მათ ფუნქციონირების საშუალება იყო უბრალოდ იმ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტრო სისტემაში გაერთიანებას მოყვა, აქედან გამომდინარე აუცილებელი იყო, რომ ცალკე სტატუსი ჰქონოდათ. ხარჯების გაზრდა ამ ცვლილებას არ გამოუწვევი. ის რაზეც ბატონი ლევანი ბრძანებდა. არის თუ არა რაიმე გეგმა, რომელიც აქვს მთავრობას ეკონომიკური კრიზისის დაძლევისთვის და რა ღონისძიებები არის, მაგრამ არაადეკვატურია. ბატონ ლევან, არ გაწყვეტინეთ თუ შეიძლება მეც დავამთავრებ, იმიტომ რომ მე მესმის, რომ ძალიან რთულია ესეთ დროს მოისმინო კიდე ერთხელ ის, რაც თქვენ მოგისმენიათ, მაგრამ ჩვენ საზოგადოებასაც გქონდეს ალბათ უფრო ინფორმაცია, რომ ერთი და მე აღმოჩნდა, რომ ესე იგი მთავარი არის ერთი რამ, რეალურად არსებობს კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა დავეხმაროთ სოფლის მეურნეობას, როგორ უნდა დავეხმაროთ მეწარმეებს, რაც ასახული იყო კიდევაც ბიუჯეტში. შემთხვევით არ იყო რომ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით 5%-იანი კლება იყო ამ წლის ბიუჯეტში. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დაახლოებით 250 მილიონ ლარზე ვთქვით უარი იმის გამო, რომ ეს ყველაფერი უნდა დარჩეს წარმოებაში, ეს ყველაფერი უნდა დარჩეს ეკონომიკაში, ეს ყველაფერი უნდა მოხმარდეს იმ ხალხს, რომელიც დასაქმებულია ამ საწარმოებში, ეს არის ჩვენი ხედვა. ჩვენი ხედვა არის, რომ არა რომელიმე კონკრეტული საწარმოსთვის გავაკეთოთ 1 იანვარი შეღავათ, არამედ სისტემური ცვლილებები განვახორციელოთ, რომ მათ კონდეთ საშუალება, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაასაქმონ. იგივე IAFIS-ის პროგრამასთან დაკავშირებით ეს ყველაფერი არის მიმართული ერთი მიზნისკენ, რომ ჩვენ გადავწყვიტოთ ის ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც ქვეყნის შინაგანში დგას საერთაშორისო მსოფლიო კრიზისთან დაკავშირებით, მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თუ ვინმეს აქვს კონკრეტული ხედვა, როგორი უნდა იყოს სხვაგვარად ეს გეგმა ჩვენი, შეუძლია ამასთან დაკავშირებით წარმოადგინოს თავისი ხედვები. ეხლა ამაზე მიბმა იმის თუ რამდენჯერ უნდა მოვიდეს, რამდენჯერ უნდა მოვიდეს წარმოდგენილ ხედვებს გაიზიარებთ ბატონ პავლე. თუ ჩვენ გვექნება ოპონირება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეიძლება ძალიან ბევრ საკითხში ჩვენი პოზიციები შევაჯეროთ. ეხლა არასდროს არ იქნება ისე, რომ თუნდაც საპარლამენტო ოპოზიცია და უმრავლესობა იყვნენ ერთი და იგივე პოზიციებზე.
გასაგებია, მაგრამ როდესაც საუბარი მიდის პოზიციების შეჯერებაზე, ძალიან ხშირად გვესმის ოპოზიციის მხრიდან, რომ ხელისუფლება ხშირ შემთხვევაში ხელის გადაგრეხვის პრინციპით მოქმედებს. მე ვერ ვიტყოდი ახლა რომ ჩვენთვის თავარი პრინციპი არის ხელის გადაგრეხვა, ჩვენ თავარი პრინციპი არის მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც უფრო ეფექტური იქნება კონკრეტულ შემთხვევაში. გადაწყვეტილებას ბუნებრივია იღებს მმართველი გუნდი, ისე როგორც ძალიანად პასუხისგებლობას ამ ბიუჯეტთან დაკავშირებით, დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით, ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. ეს არის მმართველი გუნდის და მთავრობის პასუხისგებლობა. არავინ ამის გამო ბატონ ლევანს და მის გუნდს პასუხისგებლობას არ დააკისრებს და ვერც დააკისრებს. ამიტომ მათთვის უფრო მარტივია საუბარი ამ თემაზე, უფრო მარტივად შეიძლება თქვა, რომ მაგალითად უფრო მეტი თანხა დაიხარჯოს იმისათვის, რომ დავეხმაროთ საბანკო სექტორს, იმიტომ რომ ეს ხდება ამერიკაში. მაგრამ ამ თანხის უკან დგას კონკრეტული შემოსავლები, საბიუჯეტო შემოსავლები, რომელიც გადანაწილებულია, მე ვფიქრობ, რომ დღეს არის გადანაწილებული მეტნაკლებად ოპტიმალურად. ბატონ პავლე, მოდით დავუბრუნდეთ პრეზიდენტის გამოსვლას და თქვენს ინიციატივას. ბატონ ლევან, თქვენ გაქვთ უკვე კრიტიკული შენიშვნები და კონკრეტული მოსაზრებები, რაც გსურთ, რომ მოისმინოს პრეზიდენტმა, თუ დებატები გსურთ მხოლოდ პრეზიდენტის გამოსვლის შინაარსიდან გამომდინარე? რა არის, როცა ნორმალურ ქვეყანას ვახსენებთ, ბატონმა პალეკომ მოიყვანა ნორმალური ქვეყნის მაგალითები, წინასწარი იქნება მოხსენები როგორც წესი და აქვს ოპოზიციასაც და სახელმწიფო პარტიის თუ ვინც არიან პარლამენტის წევრები, მათ აქვს შესაძლებლობა წინასწარ გაეცნონ ამ დოკუმენტს და მერე უკვე მომზადებულები გამოვიდნენ. ჩვენ მოგვიწევს 2 საათი გვექნება ზუსტად დრო იმისათვის, რომ გავაანალიზოთ რა სიტყვის პრეზიდენტი და შევაჯეროთ იმ ჩვენ პოზიციას და რაც არის და აღვნიშნოთ რა არის ჩვენი კრიტიკული ხედვა. ეხლა ცოტა 2 საათში ამის გაკეთება რთული იქნება, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით მოახდინოთ პირველ რიგში საკუთარი ხედვის დემონსტრირება კონკრეტულ პრობლემატურ თემებზე, იმიტომ რომ თემები არის ძალიან ბევრი, იმიტომ რომ თქვენ ახლა ინფორმირებული გამოსვლამდე ერთი დღით ადრე რა კონკრეტულ საკითხებზე არც მე და არც პარლამენტის რომელიმე წევრი ამ თემებზე ინფორმირებული არ არის. თუმცა ვარაუდი შეგვიძლია ვივარაუდოთ რაზე იქნება ლაპარაკი დაახლოებით. მე ასე მგონია იქნება საუბარი იმაზე, რაც ბატონმა გილაურმა ჯერ კიდევ დეკემბერში წარმოადგინა და მე მთავრობის დამტკიცების დროს წარმოადგინა, რასაც ბატონი პრეზიდენტი იმეორებს იგივე 4 საათიან ეთერის დროს რაც ილაპარაკა. დაახლოებით შინაარსი ალბათ იქნება ეს. ეს არის ჩვენი ვარაუდი. მეტი არაფერი. ბატონ პავლე, თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია? მე მართლა არ ვიცნობ, რომელ ქვეყანაში რიგდება ეს გამოსვლის ტექსტები წინასწარ, იმიტომ რომ ჩემთვის მართლა ესეთ პრეცედენტი უცნობია. მე არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული, რომ დარიგება ხდებოდეს ამ ტექსტის არსად იგივე რამე მე მგონი არ არის. მაგრამ რაც შეეხება იმას, რამდენად აქვს ჩვენ ოპონენტებს საშუალება, რომ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით თავიანთი ხედვა ჩამოაყალიბოთ. მე ვფიქრობ, რომ ჯერ ერთ-ერთი ოპოზიციას აქვს საშუალება, რომ წინასწარ კონდეს ჩამოყალიბებული თავის პოზიცია. არ მგონია, რომ მათი პოზიცია დამოკიდებული იყოს იმაზე, თუ რა განცხადებას გააკეთებს საქართველოს პრეზიდენტი. მათ ხო აქვს ხედვა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ბატონ პალიკო, ის კარგ ფეხზე მარჯვენა ფეხზე გაეღვიძოს და მოვიდეს და მოყვეს ყველაფერი, რაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყანაში გასაკეთებელი. ხო, და ასეთ შემთხვევაში აღარ დაგჭირდებათ, ბატონ ლევან, გამოსვლა, მაგრამ თქვენი პარტიის პოზიციიდან გამომდინარე შეიძლება მოხდეს ისე, რომ საერთოდ ისეთი რამე ილაპარაკოს საქართველოს პრეზიდენტმა, რაც ბატონ ლევანს მოსწონს, მაგრამ მაინც ფორმალურად დაუპირისპირდებიან და რაღაც სხვა მოხდება. ამიტომ თავარი არის ბატონ ლევან, თქვენ გქონდეთ ხედვა თქვენი ყოველ საკითხთან დაკავშირებით და შემდეგ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ 2 საათი სავსებით რატომ გამორიცხავთ, რომ შესაძლოა გქონდეს ოპოზიციას ხედვა? რამდენიმე კონკრეტულ საკითხზე. მე არ გამორიცხავ, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება და უნდა გქონდეს კიდევაც. და მე ვფიქრობ, რომ ყველა პარტია უნდა ცდილობდეს, რომ არახელოვნური პოლიტიკური პროცესი მოიგონოს იმასთან დაკავშირებით, რომ როგორ წარიმართოს დებატები, არამედ უფრო მეც უნდა ზრუნავდეს იმაზე, თუ როგორ ჩამოაყალიბოს თავის პოზიცია ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით და როგორ მიიტანოს ის საზოგადოებამდე. პარლამენტის ტრიბუნა არის ძალიან მაღალი ტრიბუნა, საიდანაც ყველაზე მარტივად შეიძლება კონკრეტული პარტიის ხედვა იქნეს მიტანილი საზოგადოებამდე. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ოპონენტები ამ საშუალებას გამოიყენებენ. თუმცა ჩვენ ასევე შევეცდებით, რომ ჩვენი პოზიციები, ჩვენი არგუმენტები საზოგადოებას მივაწოდოთ და შესაბამისად გქონდეს ინფორმაცია ჩვენ საზოგადოებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა კონკრეტული გეგმები გვაქვს სიღარიბის აძლევასთან დაკავშირებით, დასაქმებასთან დაკავშირებით, ეკონომიკური საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებით, სოციალურ დახმარებასთან, დაზღვევის საკითხებთან. ძალიან ბევრი თემაა, რომელზეც ჩვენ ბოლომდე ყველა ჩვენი არგუმენტი მოსახლეობას უნდა გავაცნოთ. და რომელიც ძალიან ბევრჯერ მოისმინა საზოგადოებამ, თუნდაც ქვეყნის პირველი პირიდან თუ გავითვალისწინებთ იმ პირდაპირ ეთერსაც და მთავრობისაგანაც. და რომლის რეალიზაციაც ასევე მუდმივად უნდა იყოს საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ჩვენი მიზანია, რომ ეს გეგმები იყოს შედეგიანი და მათი გამოყენება იყოს ეფექტური. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმობ 12 თებერვალს დაგეგმილ გამოსვლას, თუ საქართველოს პრეზიდენტი არ დარჩა, თუ
იქნა დებატები და არ მოისმენა მიხეილ სააკაშვილმა თქვენი კონკრეტული შენიშვნები. ვფიქრობ თუ არა რომ როგორც ახსენა საუბრის დასაწყისში ბატონმა პავლემ, ასეთ შემთხვევაშიც კი თუ პარლამენტში წარიმართება დებატები და იქ არ იქნება ქვეყნის პირველი პირი, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნება ამის შესახებ ინფორმირებული. ჩვენ უამრავჯერ მოგვისმენია როგორც უმრავლესობის ასევე უმცირესობის თქვენი პოზიციის. არაერთხელ მოგვისმენია რომ საპარლამენტო უმცირესობას აქვს რეალურად დიალოგის და თანამშრომლობის შესაძლებლობა. რაც შეეხება დიალოგს და თანამშრომლობას, არის თემები, რაზეც ჩვენ თანამშრომლობთ, მაგრამ არის თემები, რომელმაც გაუგებრობა გამოიწვია, იმიტომ რომ მაგალითად მე ხარ ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან. პირველი ანტიკრიზისული საბჭოს ხდომა ჩატარდა თემა მისი, ბატონო პავლიკო არ ვიცი ახსოვს თუ არა რა იყო, ეს იყო სისხლსამართლებრივი დევნის გამოცხადება ბაღაბშზე და კოკოიძეზე და იმ ფაქტებთან დაკავშირებით რაც ხდებოდა. პაატა დავითაია იმის მე რომელიც თუ იყო ისა იმ შეხვედრაზე იყო ბატონი გვარამი, ბატონი ლაცაბიძე, რაღაც კონკრეტული მექანიზმებზე შევთანხმდით რომ ამ მექანიზმებით უნდა წასულიყავით. პაატა დავითაია დღემდე დგას დაახლოებით მე რამდენი თვეა რომ ამ ადამიანებზე გამოაცხადე ძებნა იძახის. სამწუხაროდ პაატა დავითაია ამას პარლამენტში მოსვლამდეც აცხადებდა. ხო და ამაზე ლაპარაკობთ ჩვენ რაღაცაზე შევთანხმდით, მაგრამ არ შესრულდა. ამაზე რატო არ შესრულდა? ამიტომ ჩვენ ეჭვი ხო უნდა ქონდეს ოპოზიციას მუდმივად რომ იმაზე კი ხო არ ნავიფიქროთ რაღაცაზე რომ შევთანხმდებით, მე ის აღარ შესრულდება. ეს არის ყველაზე რთული რომ თუ კი რაღაცა ნდობის პატარა ელემენტები გაჩნდა, ამ ნდობის ელემენტებს ჩვენ თვითონ ნუ ჩავკლავთ. ეს თქვენ გეხებათ პირველ რიგში, იმიტომ რომ თქვენ ხელგეწიფებათ ამ შეთანხმების შესრულება ან არ შესრულება. ეს ერთი საკითხი და მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ეს თემა, რომელსაც მე ვახსენე. იმიტომ აქედან გამომდინარეა ყველაფერი. მეორე და მნიშვნელოვანი საკითხი. რაც ეხება კომუნიკაციას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. კომუნიკაციას რას გულისხმობთ? ანუ ჩვენ ვახსენეთ რომ ხდება თქვენც დაადასტურეთ რომ გარკვეულ საკითხებზე ხდება თანამშრომლობა და იმ შემთხვევაში თუ არ დაესწრო პრეზიდენტი დებატებს და უშუალოდ ქვეყნის პირველი პირი არ მოისმენს თქვენ შენიშვნებს, იქნება თუ არა ინფორმირებული პრეზიდენტი. ვერ გეტყვით ახლა ამ შესახებ ეს მისმა აპარატმა უნდა გითხრას და გავაგებინოს ინფორმაციას, მაგრამ თავარი აქვს სხვა რამე აქვს. თავარია რომ პარლამენტი არის ქვეყნის უმთავრესი პოლიტიკური ცენტრი. პარლამენტი არის უმთავრესი პოლიტიკური ინსტიტუტი ქვეყნის და პრეზიდენტმა პატივი უნდა სცეს პარლამენტს, პატივი უნდა გიქცეს იმ განსხვავებულ აზრს, რაც არის პარლამენტში და უნდა დაჯდეს და მოისმინოს ეს განსხვავებული აზრი. ასევე პარლამენტი არის ადგილი, სადაც არის კონკურენცია, შეჯიბრებითობა, გეგმების, იდეების და ამ შემთხვევაში პრეზიდენტი უნდა ესწრებოდეს აი ამ კონკურენციის, ასე ვთქვათ, ფაქტს, რომელიც პარლამენტში ხდება. ეს არის ჩვენი შეხედულება, იმიტომ რომ პირველ რიგში თუ პარლამენტის როლის ამაღლებაზეა საუბარი. პარლამენტის როლის დაკნინება როდიდან დაიწყო? როცა 2004 წელს პრეზიდენტ სააკაშვილი მოვიდა პარლამენტში დაესწრო ამ დებატებს, მე კარგად მახსოვს ეს, იმიტომ რომ შევარნაძის დროს იყო ეკტრადიცია და შევარნაძე ბოლომდე ესწრებოდა და მას შემდეგ ის უკვე როგორც წესი აღარ რჩებოდა. მე ბოლო 4 წელია მსგავსი რამე. სწორედ 2004 წელს შევიდა კონსტიტუციაში ისრულებები, რის შემდეგაც გაიზარდა პრეზიდენტის უფლებამოსილება. პარლამენტი ჩვენ თუ ვამბობთ ბატონო პალიკო რომ პარლამენტი ინსტიტუციონალურად უნდა გაიზარდოს, რაც არ უნდა კონსტიტუციაში ჩავწეროთ თუ კონკრეტულმა, ასე ვთქვათ, ინსტიტუტმა, პრეზიდენტმა და მიხეილ სააკაშვილმა როგორც პრეზიდენტ პატივი არ სცა პარლამენტს, ის რაც არ უნდა გვეწოდოს კონსტიტუციაში, აზრი არ იქნება ამას. მოდით ესე ვთქვათ, ბატონმა ლეონმა საკმაოდ საინტერესო თეორია შემოგთავაზა იმის შესახებ, რომ პარლამენტის როლის და დემოკრატიის გაზრდის ხარისხისთვის აუცილებელია პრეზიდენტი სხდომათა დარბაზში ესწრებოდეს დებატებს უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, რომელიც უკავშირდება მის ყოველწლიურ გამოცვლას. ესეთი მიდგომა ჩემთვის ცოტა უცნაურია. მე არ მგონია რომ ეს იყოს დემოკრატიის მთავარი მახასიათებელი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ჩვენ ოპონენტებს მიაჩნიათ რომ ეს არის ყველაზე პრინციპული საკითხი. მე პირადად არ მიმაჩნია რომ ყველაზე პრინციპული საკითხია. მე პირადად მიმაჩნია რომ გაცილებით უფრო პრინციპულია ჩვენ მოვისმინოთ კიდევ ერთხელ და ვნახოთ ის ხედვები, რაც ექნება პრეზიდენტს ეკონომიკის, დასაქმების, სოციალური პრობლემების საკითხებზე და არა ის რომ მოვისმინოთ შემდეგ გარკვეულწილად პოლიტიკურ კინკლაობასაც ალბათ უმცირესობასა და უმრავლესობას შორის, რომელიც შეიძლება საზოგადოებისთვის ყველაზე ნაკლებად საინტერესო იყოს. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ნაციონალური მოძრაობის ლიდერი. თუ ის იქნებოდა უპარტიო ცალკე მყოფი ადამიანი და იქ პოლიტიკური პარტია, მაშინ კი ბატონო. ეს კიდევ უფრო ახალი მოდელი არის, არ ვიტამაშოთ. მე არ ვუძახი, როცა პრეზიდენტი მე ახალ მოდელზე არ ვლაპარაკობ, მე მაგალითად ძალიან საინტერესო მოდელზე საუბრობ. პრეზიდენტი არის ნაციონალური მოძრაობის ლიდერი. კინკლაობა ზემოდან ვიხურებს ყველას თუ აი ვერ მიხვდი ეს რას ნიშნავს. არა, მე უბრალოდ იმაზე ვსაუბრობ. ზემოდან ვიხურებს თავარი დემოკრატიისთვის და პარლამენტის როლის გაზრდის. ესეთი გაკერპება თვითონ თქვენ პრეზიდენტს ამით აყენებთ უხერხულ მდგომარეობაში. თქვენ აკერპებთ პრეზიდენტს. ის ზემოდან გვიყურებს და ჩვენ აქ პატარ-პატარა ესენი კინკლაობთ. თქვენ აყენებთ საკუთარ რომ მე ვთქვი რომ უფალი გვიყურებს ზემოდან და ასე შემდეგ. არ გინდათ ეს რაღაც ბელგიური პრეზიდენტი ამას გადატანა არ გინდათ.
ძალიან ცუდი რაღაცაა და თანებით უნდა დავასრულოთ რამდენიმე წუთში საუბარი ბატონ ლევან. გასაგებია მე მესმის თქვენი სურვილი რომ საკუთარი რელიგიური ასე ვთქვათ წარმოჩენით კიდევ რაღაც დივიდენდები შეიძლება, თუმცა პოლიტიკაში ეს ყველაზე მიუღებელია, მე თუ მკითხავ. მაგრამ რაც შეეხება იმას თუ როგორი იქნება ათეისტები არა ვარ, ჩვენ ის არის, რა ქვია იმას, პოლიტიკური დივიდენდია თქვენ როგორ განსხვავებით ბატონო, მე პოლიტიკაში რელიგიური თემების სხვა რამე გითხარი და რელიგიური თემა ეს არ იყო. მე ვთქვი რომ ჩვენ ზემოთ პრეზიდენტი არ არის და პრეზიდენტი ზემოდან კინკლაობას უყურებდეს არასორი შედარებაა. ზემოთ არის მხოლოდ ღმერთი მეთქი და პრეზიდენტი არის აი ატოლების ნაწილი. ძალიან შეწავლა სამ კონკრეტულ საკითხზე კამათი. ზემოთ არ დგას. ძალიან გასაგები, ესე იგი თქვენ ამბობთ რომ თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს საიდან როგორ ვინ უყურებს ამ პროცესს, ძალიან კარგი. მეც მაგას ვამბობ, რა არანაირად არ მიხსენებიან ზემოდან უყურებს ვიღაც, ხტომათა დარბაზიდან შეხედავს თუ არა ამას პრეზიდენტი, ამას არსებით მნიშვნელობა არ აქვს. თავარია რომ ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული ჩვენი გუნდის წევრების მიერ, ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება დებატები. ჩვენ არ აგვაქვს კითხვები, რომელზეც პასუხს გაურბივართ. ჩვენ არ აგვაქვს საკითხები, რომლის მიჩქმალვასაც ვცდილობთ. ამიტომ მზადა ვართ ნებისმიერ დროს. ვიკამათოთ ბატონ ლევან თქვენთან ერთად და ჩვენ თუ გექნებათ ამის სურვილი და თუ მიგაშნიათ რომ მანდამაინც დემოკრატიის ზეიმი არის ის რომ კონსტიტუციის თუნდაც არ ეწევს კონსტიტუციაში პრეზიდენტის ხტომათა დარბაზში ისმენდეს დებატებს უმრავლესობასა და უმცირესობას შორის თუ ეს არის თქვენთვის დემოკრატიის მაღალი ხარისხი და პარლამენტის როლის გადადება მე ვფიქრობ რომ ამაზე შეიძლება ჩვენ ძალიან შორს ვიქნებით ანუ არ გამორიცხავთ რომ შესაძლოა პრეზიდენტი დარჩეს ანგარიშის წარდგენის შემდეგ და მოისმინოს დებატები ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან დიდი მადლობა უნდა დავასრულოთ საუბარი ჩვენი გადაცემის სტუმრები გახდნენ დეპუტატები პავლე კუბლაშვილი და ლევან მეფხვაძე პირველი თემა ამით დასრულებულია მე ზუსტად 5 შაბათამდე 23 საათამდე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე